ხო დაგვისვა ინტერნეტის მენელმა ჩვენმა რა, ანუ ეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები არის, მისწევა არის. თანამედროვე საშუალებები გვაძლევს ამის საშუალებას, ესე იგი ესეთი რამეა ნათქვამი, რომ კათოლიციზმი, ანუ რას მამალევანის აზრი კათოლიციზმის შესახებ და რა გზე გავლენა იქონია საქართველოსზე და კათოლიციზმზე ზოგადად და ჩემ მხრივ დავამატებ ერთ რამეს, რომ მე რაც გავცნობია ბოლო საუკუნის მამების ყველა აღნიშნავს, რომ ეს იურიდიული ღვთისმეტყველება, რაც კათოლიციზმს ახასიათებს, მეჩვიდათო მე-18-19 საუკუნეებში შემოიჭრა ჩვენთანაც და ბევრი რამე არის დამახინჯებული და არასწორ ეგზეგეზა მიდის, არასწორად განმარტავენ ამ ყველაფერს და თქვენი აზრი მაინტერესებს, თუნდაც პეტრე მაგილას მაგალითად რო ავიღოთ, მის დოგმატურ ღვთისმეტყველებაში, ნუ აი სავსე ესეთი იურიდიული პირველ ქუნცოდოსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თქვენი აზრი მაინტერესებს ზოგადად ამ ყველაფერს. რომელი ერთზე? ორივეზე. ორი არ იყო ბიოსაკითხი. ქართული ელობის ურთიერთობა კათოლიკურ სამყაროსთან კიდე ბევრი იყო საკითხი. ხა ამ შემთხვევაში პასუხი ასეთი არის, ახლა როგორ შეიძლება მივიღოთ ახლა. მე მაგათი არ ვიღებ არანაირად კათოლიკურ მომენტს. თუმცა ვაღიარებ იმას, რომ კათოლიკური ეკლესია ყველაზე ახლო ეკლესია დედამიწის ზურგზე მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს ფაქტია. ახლო, მაგრამ სიახლოვე არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცა დისტანცირება არის ახლო. არა. ახლო არის ისტორიულ კონტექსტში, რომ უფრო ახლო პერიოდში ჩამოშორდა ის ერთიან ეშმარით ეკლესიას. ამ სიახლოვის ვიდრე სხვა ეკლესიები, თუნდაც სომხური ეკლესია. აი ამ სიახლოვის გულისხმობ და არა კიდევ მეორე დისტანცირების სიახლოვეს თქვა, რომ ახლოს ვართ, ახლოს. ჩავეხუტებით თქვა. ასე არა. ცხადია, ურთიერთგავლენა, მოდი ესე ვთქვათ, ეკლესიებს შორის ანა პრაქტიკის გადაღება თუნდაც რაღაცეები ეს ყოველთვის იყო და ამაში მარტო ნეგატიურ მხარეს ნუ დავინახავთ მაინდა-მაინც რა. რაც კარგია, უნდა მიიღო, რა თქმა უნდა. ეს არის ქრისტიანული მიდგომა ნებისმიერი საკითხისადმი. იგივე ცნობილი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში თქვა, იგივე გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის და სწავლა-განათლების პრინციპი როგორი არის, რომ ყველაფერს სწავლობდა, ყველაფერს კითხულობდა, ყველაფერს ითვისებდა, მაგრამ რაც კარგი იყო, იმას მიიღებდა, ხოლო ჯერ ყოველს, ანუ უარგლის განაგდებდა. ანუ ეს ზოგადად ქრისტიანული პრინციპი არის ყველაფრისადმი. ამიტომ თუ კი ვთქვათ კათოლიკეებს რაღაცა პრაქტიკა აქვს, ის მისაღებია, მოსაწონია, ეს პრობლემა არ არის, ვთქვათ. სხვა საკითხია თქვა და ას ნეგატიური თქვა მხარეები გადმოსულია. ალბათ არის. ეხლა თავად მარტო რომ ესე იგი იურიდიულ და იურისპრუდენციულ მიდგომაზე რომ ვილაპარაკოთ, ესეც არ არის მაინდა-მაინც ცუდი, მაინდა-მაინც ამაში დავინახოთ მაინდა-მაინც ნეგატიური მხარე, მაგრამ დამოკიდებულებას გააჩნია. მასე თუ ვილაპარაკეთ, მაშინ ესე იგი უპასუხისმგებლო ეკონომიაც დაუშვებელია მასე მიუდგებით. ანუ გააჩნია ვინ როგორ რა ზომით იყენებს ან იმ ბუკვალურ თუ იურიდიზმს ვთქვათ სარწმუნოებაში და ვინ როგორ იყენებს ეკონომიას ვთქვათ. ეხლა იმრუშე და კაი ხო გავატეცმები. ანუ ამაზე არ არის საქმე. ვინ როგორ იყენებს ამ ნებისმიერ ვთქვათ ინსტრუმენტს ეკლესიაში ადამიანის საცხოვნებლად. ამაშია საქმე. უპასუხისმგებლოდ ვთქვათ თუ ზედმეტი გულმოდგინებით. ეს ძალიან მკვეთრად ინდივიდუალური მხარე არის. სწორედ ზოგადად თუნდაც ქართულ რეალობაში ვავიღოთ რა. საქართველოს ძალიან ესეთი მრავალსაუკუნიანი ურთიერთობა გააჩნია ბავშვებს კათოლიკურ ეკლესიასთან. მრავალსაუკუნიანი გიორგი მწყემალეც გააჩნდა ეს თქვა მიმოწერეთ უნდა რუსუდან თქვა ლაშა გიორგის რომის პაპებთან, მაგრამ ეს რამდენ დაყოფიერი იყო ეს თქვა ეს ურთიერთობები, ეს სხვა საკითხი არის. იგივე სულხან საბასაც გააჩნდა იმედები თქვა და იგივე ვახტანგ მე-6-ს თავის დროზე რომ კათოლიკური ეკლესია და კათოლიკური სამყარო რაღაცაში დაეხმარებოდა, მაგრამ ეს ჭვრეტა და ორიენტირი დასავლური ფასეულობისა, თქვა სარწმუნოების გაცვლის ხარჯზე როგორ დამთავრდა იგივე ვახტანგ მე-6-ის პერიოდში, ეს ძალიან გაცნობილი არის რა. რომ თავის სამეფო დარჩა ოხრად და მთელი ეს სამეფო კარი გადაიხვეწა რუსეთში. ანუ პრობლემების აქ მოგვარება არის საწინდარი ერთის მხრივ და იმ რეალობის გათვალისწინება და მეორეს მხრივ საკუთარი სარწმუნოების დაფასება არის. ფასეული და ადეკვატური ქმედება და არა ვიღაცეების იმედზე ყოფნა.
ჩვენთვის კათოლიკური გამოცდილება საკმაოდ ჩვენს ისტორიაში თუ ამას მეკითხებით, საკმაოდ მწარედ დაუშვათ ჩვენ ქვეყანას. თუნდაც ვახტანგ მე-6-ის პოლიტიკიდან გამომდინარე რა. მამა, თქვენ ვიღეთ რა მოგწოთ აი კათოლიციზმში, მაგალითად. მომისვა. მისიტი არა. მე მომდოს პეტრეს ტაძარი ვატიკანში. ძლიერი მისიონერები ყავთ. მიკელანჯელოს აი განათავისუფლებული ეგ მომწონს, მაგრამ ამ გასულს ვარ მე გავასწრებ.